საქალაქო სასამართლოში რესტორან ბაბილოსთან დაკავებული ორი პირის საქმის განხილვა იწყება. ბექა პაპაშვილი და შალვა მაღრაძე დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან უკვე გადაიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში. დაკავებულებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ამ ბრალდებით გუშინ ბაბილოსთან სულ 9 ადამიანია დაკავებული. მოქალაქეება რესტორანში რეჟიმის მსახური მოსამართლეების KP გააპროტესტეს. მარია მელიბაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გისმენ მარია. მოკეიფე მოსამართლეები, რომლებმაც გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავებინეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, ახლა მათი საქმეების განხილვას შეუდგებიან. ორი სასამართლოს ხდომაა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული შაკო მაღრაძეს და ნუცა მახარაძეს. შაკო მაღრაძეს შემთხვევაში, როგორც ადვოკატი ამბობს, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება ის, რომ სანქცირებული მოსამართლე ლელა მილდენბერგერი იმყოფებოდა გუშინ მოსამართლეების შეკრებაზე, მან აცილება უნდა გაუკეთოს საქმეს, ვინაიდან ის იქნება მიკერძოებული და გამოიტანს შესაბამისად გამომტყუნებელ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ნუცა მახარაძის შემთხვევაში, აქ ადვოკატი ამბობს იმას, რომ მას პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ქონია და მხოლოდ იმის შემდეგ აცნობს მას მისი დაცვის ქვეშ ყოფის სასამართლოს ხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, რა დროსაც უკვე ნუცა მახარაძე გადაიყვანეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში. რაც შეეხება დაკავებულებს, ამ შემთხვევაში სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 და 176 მუხს, რაც ნიშნავს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და ასევე წვრილმან ხულიგნობას. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ ნუცა მახარაძის მეგობარს, რომელიც უშუალოდ გუშინ იმყოფებოდა რესტორან ბაბილოსთან. ის იხსენებს, რომ არანაირ დანაშაულს მათი მხრიდან ადგილი არ ქონია. პირიქით, მათ მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას იყენებდა პოლიციის თანამშრომლებიც, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდნენ უშუალო სიტყვებით, რაზეც ბუნებრივია ნუცა მახარაძეს გაუჩნდა პროტესტი, რის შემდეგაც საბატლო პოლიციის ეკიპაჟებმა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ის ძალის გამოყენებით დააკავეს. როგორც მაყურებლისთვის კარგად არის ცნობილი, ნუცა მახარაძემ გონება დაკარგა და სწორედ ასეთ მდგომარეობაში წაიყვანა პოლიციამ უკვე წინასწარი მოთავსების იზოლატორში. შაკო თავისთვის იდგა, პოლიციის მაღალჩინოსანი ერთ-ერთი მივიდა და დააკავა ძალადობრივი ქმედებებით, რაც არ შეესაბამება პოლიციის შესახებ კანონსა და გაწერილი არის თუ როგორ და დააკავო. ეს არის განსხვავებული სასამართლო პროცესი, როდესაც პროტესტი მიმდინარეობდა მოსამართლეებთან დაკავშირებით და სწორედ იმ კლანის მოსამართლეებმა უნდა განიხილონ აღნიშნული ადამიანის პროცესი. ეს უკვე აბსურდის თეატრსაც აღარ გავს, ყველანაირი სამართლიანობა არის ამ მომენტისთვის დაკარგული. აქედან გამომდინარე, თუ ის მოსამართლე იმყოფება და აი სუფრაზე და დღეს განიხილავს სწორედ ამ ადამიანის სასამართლო პროცესს, ეს მოსამართლე არ უნდა იყოს დღეს სასამართლოში, მან უნდა აიცილოს აღნიშნული საქმე. ნუცა მახარაძე დააკავეს სრულიად უმიზეზოდ კონსტიტუციური უფლების ფარგლებში, სარგებლობდა გამოხატვის თავისუფლებით, აპროტესტებდა იმას, რომ უკანონოდ არიან ადამიანები დაკავებული და ამ დროს მოსამართლეები ქეიფობენ. Yani არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ იყო, როგორც ჩანს ედავებიან პოლიციისთვის წინააღმდეგობას ან შეურაცხყოფის მიყენებას, რაც ვიდეო კადრებიც ადასტურებს, რომ ადგილი არ ჰქონია და რეალურად სამართალდარღვევასთან არ გვაქვს აქ საქმე, აქ არის ანგარიშტორებასთან და საქმე აქტივისტების მიმართ. მოლოდინი ძნელია გქონდეს ადამიანებისგან, რომლებიც ქეიფობენ მაშინ, როდესაც დედები, პატრიოტი აქტივისტების დედები გარეთ სიცივეში დგანან და აქციას აწყობენ სრულიად სამართლიანად და ამ დროს ისინი ხმამაღალ მუსიკაზე ქეიფობენ. პოლიციის მხრიდან იყო პროვოკაცია, აგრესიული და აგდებული დამოკიდებულება ჩვენ მისამართით, რაზეც ნუცას ჰქონდა ძალიან ადეკვატური პასუხი და წყნარად კითხა, რომ ესე აგდებულად რატო გველაპარაკებოდნენ და ეთყობა ეს კითხვის დასმაც არ მოეწონათ და ამ დროს პოლიციამ გამოიწია ჩვენზე და ცხადი იყო, რომ დაკავება უნდა და ჩვენი რაც მოახერხეთ კიდეც ნუცას შემთხვევაში. პირდაპირ ძალით გამოვიდნენ და რის შედეგადაც მერე ჩვენი მეგობარი ნუცა მახარაძე, რომელიც დააკავეს, შეუძლოდაც კი გახდა, იმიტომ რომ იმ ჭყლეთვაში და ამდენი პოლიციელის ჯაჭვურში რა საჭირო იყო საერთოდ ერთი გოგოს დასაკავოთ ამდენი პოლიციელი ეგეც გაუგებარია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროცესთან დაკავშირებით მიმართა უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოს. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ შაკო მაღრაძის სასამართლოს ხდომა იმართება ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო უცნობია, როდეს რამდენ ხანში ჩაინიშნება ნუცა მახარაძის სასამართლო პროცესი. მოკეიფე მოსამართლეები კი ახლა განსჯიან მათ, ვინც გუშინ ქეიფის დროს დისკომფორტი შეუქმნეს.